მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი არხი, მე ვარ ვახო და ეს არის საქართველოს მასშტაბით პირველი ოფიციალური პროფესიონალური თამაში Total War-ის, რომელსაც უძღვები მე, ვახო. თამაშობთ ფრაქცია ათენის, თამაშობთ სირთულის ლეგენდარულს და თამაშობთ თუ არ ვწდები მერვე ან მეცხრე სერიას. მოკლედ წინა სერიაში შემოვიერთეთ ელა და დავასტაბილურეთ სიტუაცია აქ. კონტროლზე ავიყვანეთ ყველაფერი. ასევე შემოვიერთეთ ტრაკია, მაგრამ აქ ძალიან ბევრი რამე ბითვინიელების სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე სადავოა და გასარკვევი. ჩვენსა და ბითვინიას შორის ჯერჯერობით არაფერი არ გადაწყვეტილა. მე უკან დავიბრუნე მცირე-აზიაზე ერთი ფორპოსტი და საყრდენი ნიკომედიის სახით, საიდანაც შემდეგ ვაპირებ მომდევნო სამხედრო ოპერაციების წარმოებას და ასევე ორი საკმაოდ დიდი არმია მიყენია ოდესოში და ამფიაში, ესენია თრაკიის შავი ზღვისპირა განაპირა ქალაქები, დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორია დაახლოებით და ასევე ჩემ და სასახელოდ უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერჯერობით დასავლეთის ხარეს მაგას კორდისკებთან, კერტ-ბარბაროსებთან პროტექტორატი და ასევე თუ არ ვწდები მეორე პროტექტორატი მაგ, ხო, მესხადამჭა. მყავს რამდენიმე სამხედრო მოკავშირე ასევე. მოკლედ, ეხლა გამოვტოვოთ მომდევნო ნაბიჯი და გადახედოთ თამაშის თვალობას რა იქნება და როგორ იქნება. სელევკიდება შემოთავაზეს ნაბატეველებთან, ესენი არიან არაბეთის ნახევარკუნძულზე მყოფი. აი აქეთ ხარეს დაახლოებით ერთი წუთით. აი აქ. კიდევ უფრო აქეთ. ტომები, რომლებთანაც უნდა დავიწყო ომი რომ დავიწყო არიან ჩემი სამხედრო მოკავშირეები, სავაჭრო მოკავშირეები და გავლისუფლება მაქვს ასევე დადებული. მე შევთავაზე რომ გახდნენ ჩემი პროტექტორატები და შეიძლება რომ დიდი ალბათობით ამ ყველაფერზე წამოვიდე. მაგრამ ადრე თუ გვიან ცოტა ხანში არ არის გამორიცხული რომ სელევკიდების სახით პოზიციები ახლო აღმოსავლეთში გავიმყარო. ბრუნდიზიუმში ლათინი და გენუელები, თუ ესენი ხო, გენუელები ომის ხადის წინაზე ომი კი მახსოვს და საკმაოდ დიდი არმიით ეხა მემუქრებიან ჩემგან აპირა ქალაქს აიაკეთ. და ბრუნდიზიუმში როგორც გითხარით, რაც დავინახე, ლათინი მეამბოხეები არიან და აქეთ ერთ ჩას გამოუშვებ და იტალიაზე ერთი ქალაქი თუ ავიღე, ეგ ნამდვილად იქნება ძალიან დიდი მიღწევა ჩემთვის და პირველი ბრძოლა დღევანდელ სერიაში დავიწყოთ.
მოკლედ პირდაპირ გეტყვით რომ მათ ყავთ რამდენიმე ხარისხიანი კარგი ერთეული, ესენი არიან ილირიელი მეკობრეები, პატარა ცულების და მოხერხებული ცულების და იმით შეიარაღებული მეომრები, ასევე კეტი და ქირავებული მეომრები, მძიმე ფარებით აღჭურვილები და როგორც ყოველთვის მე ამჯერად ესეთი სტრატეგია მაქვს არჩეული, შეგიძლიათ გამკითხოთ ან შეგიძლიათ არც რომ ფლოტის ნაწილს ისევ დავტოვებ და ისევ შევეცდები რომ აი ამ სამი ჩემი სამხედრო ხომალდით მაქვს ხომალდების უპირატესობა პირდაპირ ტარანის სწრაფად ჩავძირო რამდენიმე ხომალდი ამათი მეომრების და თავიდანვე ბრძოლას გამოვთიშო ეგ იქნება საკმაოდ დიდი ზარალი და უნდა შევეცადო რომ აბორდაჟზე არ აიყვანონ ჩემი არც ერთი ხომალდი რამენაირად ეს უნდა გავაკეთო ამისთვის საჭიროა რომ ნაპირებამდე მიუშვა და მე დავესხა ზუსტად უკნიდან იქ ეხლა ვნახოთ რა იქნება და როგორ გამოვა გრუზის სატვირთო ხომალდები ყავთ ეს ისეთი მნიშვნელოვანი არც არაფერი არ არის და ზოგინა სათითაოთ აი ამით შეიძლება დავატყავ და უბრალოდ ძალიან მაგივრად ჩავძიროთ იმიტომ რომ აბორდაჟზე არ ამგონია რომ ზოგიდან აიყვანო მან შეძლო ნაყვანი აი ხომალდები ერთი იდე ერთხელ Наши ряды дрогнули. და ნებიდა იქცნება და ეხა შემიშალეს ზუსტად მე მაინდა მაინც ხელი ეს ერთი ჩაძირვა მოვახერხეთ კარგია ხა შემდეგი სადოთ Наши ряды дрогнули. მეორე ნაწილი ეს ორი ჩავძირეთ ეხა წავიდეთ და იქ გადავუხვიოთ გარდა ამისა საზღვაო ბრძოლებში მაქვს კიდე ის უპირატესობა რომ ჩემი ხომალდები არიან სწრაფები და უფრო მოქნილები და მოხერხებულები და შეიძლება რომ სწრაფი რეიდი უფრო სწრაფად განვახორციელო ამათ სატვირთო ხომალდებთან შედარებით ხოლმე ძლივს მოძრაობენ ასე რომ ვთქვათ გვერდიდან არ ვიცი აბორდაჟზე თუ ამიყვანენ მეგობრებო ვნახოთ კარგი იქნება მესამე ხომალდსაც თუ ჩავძირავთ და ჩაუშვოთ ფსკერისკენ ნამდვილად კიდევ ერთი დარტყმა მიდით Наши ряды дрогнули. ასაკეთეთ მიდით ერთხელ კიდევ შენი არ გამოვიდა რა საფას ნებდებიან ეხლა უბრალოდ უნდა დაუცადოთ ნაპირზე სანამ გადმოსხდებიან და მეშურდულეებით დავამუშავოთ სანაპირო ტერიტორიები არ ვიცი უბრალოდ საითაპირები გადმოჯრომას იქით მდინარის შესართავია რაღაცა იქ თავანუშვებს უბრალოდ როგორც ეთყობა აქეთ მხარეს სამსანაპიროზე არც ერთი ხომალდი არ აპირებს დესანტის გადმოსხმას. თუ რა ხდება ეს რა არის. მოკლედ როგორც ხედავთ აშკარად აქედან გადმოსხდებიან
და როგორც თქვენი მონა და მორჩილი გაფრთხილებდოთ საკმაოდ დიდი ძალებით დააპირებენ თან განმოსვლას როგორც ეთყობა დარჩენილია ზუსტად 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ხომალდი 15-დან 2-ის გაუნებელყოფა თუ მოვახერხე, ან ცოტა მეტი 3-ის მაგალითად შეიძლება რომ მოგებაზე ვიფიქროთ საკმაოდ რეალისტურად. Missile infantry at your command. Ready. Now. Missile infantry ready. ნაბარა ეფექტი აქვს ახლა ნახოთ. Take aim. ეს დაქირავებული კელტის სროლელები. Yes, commander. Наши ряды дрогнули. არანაირი უპირატესობა ჩვენ მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს ვერ ისვრი როგორც წესი საჭიროების საღებავ Наши ряды дрогнули. Наши ряды дрогнули. Understood. შეგვიძლია ეხა გამოვიყენოთ უბრალოდ მოულოდნელობის ეფექტი და სავსაბი გავანადგუროთ ხოლმე. აი ეს არის გენერალი. ხო. შეგვიძლია ეხა დავიჭიროთ უბრალოდ. საკმაოდ ხისთავიანი გენერალია, ძლიერი თანხლები ამალით. Наши ряды дрогнули. მაგრამ თავარია რომ მოკლათ. Light hoplites. 17 16 15 ზურგიდან კელტმა დაქირავებულებმა თავდაცვა გაუკეთეს, მაგრამ ჩვენ ამათ ჩულდულებით გავაუნებელყოფთ. Наши ряды дрогнули. Light hoplites. Slingers. საერთოდ თითქოს არის სულია, თუ რა ხდება?
Наши ряды дрогнули. 15-56-დან ჩართეს ბონუსი. თავებზე ნადირობა თუ არ ვწლები. ისინი ციხმარებია. Наши ряды дрогнули. თავგანწირულები. გენერალი თუ არ ვწლები მოკალი არ ვიცი ვერ გავიგია ეს აფასლებდებიან ესე იგი მოკლული ყავ ეს მეშორდულეები ყოველად გამოუყენებელი მექანიზმები არიან რა უსარგებლო და უმოქმედო რა ხდება ესე ჯერ კიდე არ გადმოსულა? ასაგები აქ დაბოდიალობს ერთი და ვსიო. ესე გადაწყვიტა. ხელოვნება ინტელექტმა. კარგი, ეგ ჩერტის ქვიძე ასხავს ნამდვილად წყალს. აი წვრილი ხმით შეიარაღებული. Наши ряды дрогнули. მეომრებიდან უნებდები ეგრე რა. Наши ряды дрогнули. შინელება. წავაგეთ. Враг захватил точку победы. და სანგანი წაგება ნამდვილად ეხა მომიწევს წინიდან ერთი არმიის მოხსნა ზურგში გადმოყვანა რომ საფათაღოდ გიმოაღწევნა სწორობა აგე სირაკუზე უკვე მოვიდა მერი ამათ მას მომიწიოს ომის გამოცხადება კიდე ერთი გენერალი დაიღუპა დავკარგეთ ავირჩიოთ რა ხდება აქ შეიკრიბა ხო? ის სულფასოვანი არმია რომელიც წამოვა პირდაპირ აქ. მაგრამ ეხა ის მის კითხვა რომლით უფრო მოვას. ნუ ერთ-ერთი ვერ ვასწრებ. საშინელება. ეს არ მინდოდა.
თუ კარგი ვნახოთ დავაცადოთ ამათი ნაბიჯი და მე რა მოხდება და ვნახავთ ყველაფერს. მანამდე მონებს ვასწავლოთ ჭკუა. სამოცდათოთხმეტ შობია 82 თავდაცვითი ბრძოლით ავტომატურად კირენაიკელები და უიესენები მოსულა ბლემები მარმიებს აგროვებენ და აგროვებენ რა განაწყვეტი გამარჯვება 87 განაწყვეტი გამარჯვება 83 82 იყოს 87 Lianad gavanadguri კიდე ერთის არმიოთი. Your orders. Making for port. აქ ავაშენოთ როგორც ფიქრობდი მშრალი დოკი, სამხედრო ვერფი ჯერ და მე მშრალი დოკი. ფული დამაყდა ეხა უკვე და რა ხდება დიპლომატიაში ვინმეს ხო არ უნდა დაზავო I will listen carefully to your words and then give judgment. We are not known as patient people. სანამ აქედან 60 ფრაქციას არ გავანადგურებს და ჭკუას არ ვასწავლი ესენი მუდმივად ისე გააგრძელებენ Well met friend. Კიმბრების ფრაქცია გაიხსნა აბავაჭრობა თუ უნდა შორეულ ჩრდილოეთ გერმანიაში პატიარებთან უნდა ლაპარაკი და რა თქმა უნდა არა კიმბრები უფრო ისინი არიან რა თქმა უნდა მეგობარო აი გერმანული კულტურა და ნახეთ აი უკიდურესი ჩრდილოეთი გაიხსნა დანიის ჩრდილოეთი ნაწილი რაიცენების ფრაქცია გავხსენი ბრიტები. Well met friend. Sit and let your words ვაჭრობა არ უნდათ, მაგრამ შეიძლება ცოტა შემოვიჩვიო, ხედავთ ურთიერთობები. კანტაბრები, იბერიელი ესპანელები. The spirits know truth. That's Kosedanები. Well met friend. Sit and let your words move me to anger. Აი ვაჭრობა. არციკ. კაი, სხვა დანარჩენი თამეტებზე უბრალოდ არ ვარ დაინტერესებული. დუმნონები ბრიტანეთში, ასევე ბრიტები. We will gladly listen to your offers. But do not wrap them in lies. The spirits know truth. Ai. ესეც იყო მოსალოდნელი ობობენ გალ იმეებთან, ნამნიტებთან და კარნუნტებთან აგერ. საფრანგეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ გალებთან. ასევე ფრიზები. ნამნიტებიც საბოლოოდ ბევრი ფრაქცია გავდახსნილა. სირაკუსთან არაფერი შეთანხმება ჩვენ არ გვინდა, იმიტომ რომ შესაძლოა ომმა მოგვიწიოს აი სირაკები, შუა აზიაში და კავკასიაში მცხოვრები მომთაბარეები. Welcome, honored emissary. Speak, and I will answer with my master's voice. ესენი ადრე თუ გვია წამოვიდნენ რაღაც შეთანხმებაზე. და ამ ხალხების რაღაც დიდი ნაწილი. ფრიზები
met, friend. Sit and let your გერმანელებსაც words ყოლდა move me to სასაცილო anger or პორტრეტები. agreement. As you აგერ wish, დიდი, Doctor. საკმაოდ დიდი ის ხო, სავაჭრო ხელშეკრულება ასევე გაფორმდა. გერმანელები შედარებით უფრო ცივილიზებულად იქცევიან მომთაბარეებზე. დამნეტებთან ერთი წუთით. We will gladly listen to your offers, but do not wrap them in lies. The spirits know truth. შვედიერი კანონებთან არ შეიძლება სახმელეთო ის არ გვაქვს საზღვარი. იარა და არც საზღვაო, ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ უფრო სწორად და სკორდისკები. ამათ ბოლოს და I ბოლოს welcome you, worthy speaker. I listen. კარგით, დავიღალე. მე ყოფა ამას ნახვეწნამ უნდა რა უბრალოდ ეხლა ნახავ აი ნასამონებსთან ნასამონებს დაზავება თუ არ ვუდგათ. ძალიან ბევრ ფრაქციასთან მივიძვი უკვე. 1 2 3 4 5 6 7 8 ფრაქცია. კაი, წადი შენი. ათენი არავის წინაშე არ დაიხევს უკან. გამოტოვოთ ერთი ნაბიჯი. თვითონ ედიქტიო. ისევ აქ გამოცემ ედიქტს როცა ავიღებ ქალაქს არ მინდა სხვა ედიქტის გამოცემა. გავაგზელოთ. დრანგიანა ახალი ფრაქცია გამოჩნდაო. აქ რა ქნეს? არავინ არ მისულა ახლო და ამათაც დაანებეს თავი. Ready for battle. შევიდეს დავიკავოთ და ცოტა ხან გარნიზონით გავაბაღოთ ეს ქალაქი ისევ, რომ აღარ დავკარგოთ. მე მეგონა რომ აქედან რაღაც ნაწილი სირაკუზელების ან რომაელების ყოველ შემთხვევაში შემზიადე დაიკავებდნენ ამ ქალაქს. და მე ცოტა უფრო მომიწევდა კიდე გართულება, მაგრამ არ ქნეს ეგრე რა ვიცი. უბრალოდ ავიღოთ და ჩვენი ტერიტორია იყო ყოველგვარი ზედმეტი ტერორის გარეშე. ხელუხლებელია ეს ნაგებობები, რომლებიც მიავაშენე, როგორც ხედავთ. Ready for orders. ვინაიდან რადგან საფრანგეთის ტერიტორიაზე ფრონტის ხაზი საკმაოდ დიდია. ეს ქალაქი არ მინდა რომ ზურგის გარეშე ესარმია და ყოველ სიღრმეში წავალისე. ოპს.
თან აქ რა ხდება სარდებს აუღიოთ ეს ტერიტორია მე უნდა მივაწვე ერთი სიტყვით ეხლა ჯერჯერობით აი იმის გაერთიანებას რა ვიფინია პონტუთლიანი პროვინციის ერთ არმიას გამოუშვებ აი ამ მიმართულებაზე და მეორე არმიას გავუშვებ პირდაპირ აი ამ მიმართულებაზე ის აქ დანარჩენი ორი არმია სიტუაციის დასაკონტროლოდ მე მგონი მეყოფა გადასახადები ისევ მაღლა მაქვს ადრე თუ გვიან მომიწევს სამათი და წევა ხო ხა ის ვქნათ აქ ედიქტი ისევ გამოვცეთ კარგი აქ ვინაიდან რადგან შედარებით სამხედრო გასამხედროებული მილიტარისტული პროვინცია მაქვს რაღაც აი ავიღოთ ეს რა დახირავებულების რაში მაწყობს ეს რა თმინდა ხო აქ რომელი დიდი სავაჭრო ისინი მე მაქვს კიდე ნაგებობები მოდი კარგი მაშინ ავიღოთ ეს იმიტომ რომ ვერ დავაწყნარე ეს პროვინცია გავაკეთოთ აი ეს საჭირო ედიქტს ვეძახი ხოლმე ყველაზე საჭირო ედიქტი გავიღოთ და მივიღოთ ხო აი გამოტოვოთ ხანა ბიჭი პოპულაცია გაიზარდა თრაკიაში შესაბამისად როგორც ვარაუდობდი აქ კიდე ამაშენებიებს ერთ დახლს ანუ ავაშენოთ კიდე აგორა ერთი აქ ფაქტიურად ვაპირებ ალბათ ედიქტიც ესე მაქვს ხო გამოცემული ერთი წუთით აქ არ მაქვს არანაირი ედიქტი მოკლედ Ready for orders. On the move. Waiting for more orders. მათ ისე ვაუღიოთ ესეც. უნდა მიეხედოს რა. We hunger for battle. გამორიცხული ამბავია. At your service.
უცრავად. At your command. We hunger for battle. Commander. Ready for battle. We hunger for battle. მოკლედ ადრე თუ გვიან აქ 4-ვე ქალაქია და მთლიანი პროვინცია მათია და მოგვიწევს რომ დავიკავოთ ალბათ სრულიად თუ პრობლემოთ. What do you wish of? How can I serve you? We hunger for battle. აქ რა ხდება? ხო აქ მოკლედ აქ აპოლონია. Ready for orders. აქ მოდი ავაშენოთ ერთი სავაჭრო გავანი და მე არესის ტაძარი გავავითაროთ კიდე ზევით. მოკლედ გამოტოვოთ ერთი ნაბიჯი კიდე და დაკიაში გაგზავნილი ჩვენი ვეტერანი სულ დავიწყებული არ მყავდა, მაგრამ და მოდი ახლა გავიგოთ რა ხდება მალვაში, ხო? წამოვიდეს აქეთ. ასე არაფერი ისეთი. ხო. მოკლედ ბრუნდიზიუმში ისევ ლათინი ისინი არიან. მომიწევს სამხედრო ოპერაციის ჩატარება, როგორც თქვი და ეს ქალაქის აღება. გამოტოვოს ნაბიჯი. კიდევ ერთხელ კი არა და არაერთგზის. ჩემ გარეშე გააკეთეთ ბიჭებო, ეგრამენაირად შეძელით. კირენაიკას სელეკიდებს შორის ომი დაიწყო და მე რა თქმა უნდა სელეკიდების ხალისობე ჩავება. იმიტომ ჩემი მოკავშირეები არიან. ერთი ადამიანია ჩემი გვარდიდან ცდილობს დამაშანტაჟოს. მოკლედ და თუ არაფერს არ გავაკეთებ, ქარიზმას აყდება ჩემ ქარიზმას -3, ის ქარიზმა რას განაპირობებს მე აგიხსნით. და გავავრცელოთ ხმებიო ეს ხაზინიდან დამაკლება -800 ფული და -11 მოქალაქეების ხარდაჭერა. რა გავაკეთო ახლა? მოდი არაფერი არ გავაკეთოთ, აბა. ფული საჭიროა. მოქალაქეების ხარდაჭერაც საჭიროა. საერთოდ რა ხდება ახლა პოლიტიკურ მდგომარეობაში?
ოლიგარქები ძალიან კაჩავენ. გავაკეთოთ დანიშნა, აბა ერთი 37 აქედანაც კიდე თუ აიწევს მაინტერესებს, არა 37 დარჩა ისე. და უბრალოდ მე დამეხარჯა პოლიტიკური მდგომარეობის შედეგად ფული. დავატყობ პერგამოს. Besieging settlement. დავძარცოთ. We hunger for battle. ეს ყველაფერი დავანგრიოთ. ასევე დავარტყოთ ხელახლა პესინუს. ხო, იგივე პროვინცია. Ready for orders. აკონტროლებს თავისი პრობლემა აქვს Let them ჯერჯერობით. cower like kennel dogs. ასე მოდით ან ეს ხო დავძარცოთ. At your command. ეს მზვერავი გაუშვოთ სინოფში. აქეთ მინდა რომ სიტუაცია არ გამომეპაროს. ასევე დავანგრიოთ. შვენიერი მოწყობილი ის ქონდათ რა პროვინციაში ყველაფერი კარგად ლაგდებოდა. აქ ავაშიროთ მეორე დონე დოკის. რა ხდება -20 რადოა კიდე აბრეთ არ ვიცი ცოტა გადასახადებით დავწიოთ 86 არც ესე იყო 1408 და -16 ასე რა კუზელებს აუყვანიათ ბუნდეზიუმი იმაზე ბლოკადაზე გამოტოვოთ ერთი ნაბიჯი კიდე
გვაქვს დაპყრობილ პროვინციაში პერგამონში და იქით გამოსვლები დაიწყო პერგამონის ისინი მე ამბოხეები აქ ავაშენოთ ერთი ტაძარი საკვები ტერიტორია ტაძარი ეს არის მარმარილოს რესურსი და ქალაქში თვითონ პერგამონში Commander. მოკლედ ძალიან სასწრაფოდ შესახერხებელია რომ ეს პროვინცია მთლიანად დავიჭირო. At your service. How can I be of assistance? Moving. Ready for orders. ქაგორადა სახლი ღვინით მოვაჭრის სახლი საერთოდ მონებით მოვაჭრის სახლი მოდი ღვინით მოვაჭრის სახლი გავაკეთოთ და მესამეს გავაკეთოთ აგორადა იქ სხვა რაღაც გავაკეთოთ მე საერთოდ ეს იქნება როგორც სავაჭრო და სახელოსნო რეგიონი ეკონომიური რეგიონი At your command. Commander. აქედან მესამე არმია სასწრაფოდ წამოვიყვანოთ და ეხა აქ გავაკეთებ მე ესეთ რამეს ავიღებ გამოვიყვან კიდე ერთ გენერალს და პატარა მცირე არმიას ჩავაყენებ როგორც გარნიზონს აი ეს Commander. რომ გეგმველების და სხვადასხვა იმის რეიდებისგან საკმაოდ დაცულები იყვნენ ჭვიანურიც იქნება My wits and words are yours. და კიდე თავდასხმა ათენზე თავდასხმა არა უფრო ბლოკადა კირენა იქავა გამომიცხადა ომი
გასაგებია. I do enjoy a well-kept How can I serve ledger. ეხლა ჩვენ ვცადოთ უბრალოდ ამ ბლოკადას თუ გავხსნით საკუთარი ძალებით. და ფლოტის გარნიზონით. და კი ბატონო. შევძლებთ. Pausing. It is an honor to serve. For the gods! საინტერესო და საოცარია და აქაც ირენა იგელებს უამარცხებს. არა და ყავს ნახეთ სპილოები, კავალერია აკლებები, ნუბიელი კოპეიშნიკებიო. ეგვიპტური მეხის ხმლით შეიარაღებული ხელჩართული ბრძოლისთვის, მაგრამ ეს ფლოტი მე მგონი სისულელი არ გამიკეთებია, აქ რო დავაყენე. არ ძალიან ძვირად მიჯდება. 37. დაუშავდა. აღდგენას მოვახერხებთ. ნახე უყურეთ. ძალიან გამიმართლა, მინდა ვთქვა. ძალიან გამიმართლა. Yes. შეიძლება ის. We hunger აქ for battle. ჩვეულებრივ უნდა გავაგზავნოთ. სელევკიდებს დაუსრულიათ, აქ აუღიათ როდოსი და ეს. მაშინ ჩვენ უნდა დავიკავოთ ეფესო. We hunger for battle. კი ბატონო. I want hourly patrols. Nice. How can I be of assistance? საინტერესო ნახე უყურეთ რა. თიამათ უყურეთ ახლა. საკმაოდ აგრესიულად თამაშობს სამცემულ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი. ნამდვილად. უკვე აგრესიულად თავიდან არ აკეთებდა ესე.
იქიდან სელევკიდებმა უბრალოდ მეორე ფრონტი რო გაუხსნეს იმათკენ არ არიან კონცენტრირებულები და ყველა არმიას ჩემკენ Treaties have served us მოაქცევენ. both well, but ნამრიტემა გაწყვიტეს სავაჭრო ხელშეკრულება ჩემთან და იძაბა ამ ფრაქციასთანაც ურთიერთობები ამ ტომებთან სპარტიზონი შეძლებს ამას რომ მიხედოს ეს ერთი ასევე ათენის გარნიზონი რა თქმა უნდა ამათ მიხედავს ეს მეორე ვიწევს საკუთარი ძალებით ამათი მოგერიება We must rest a while. რაც შეეხება კირენაიკის ნარჩენებს Fleets reporting. For death and honor. ფლოტის დანაკარგი მაქვს ცოტა იყოს მაგრამ ესენი საბოლოოდ დიდი ხნით მოვიშორე თუ არ ვწდები რაც შეეხება ქარობას ახლა Your command. აქ დავიწყებ ძალიან მალე Ready for orders. March. ეფესოს ალყას Ready for further orders. რომ მეორე არმიას ჩამომივიდა გაიქცნენ Laying siege to the settlement. ასე და მოდი ავიღოთ ამ სერიაში ასევე გადავწყვეტე რა გამარჯვებას მიწეს დავძარცვოთ და დავიგავოთ Ready for orders. დავანგრიოთ შენობები აი საღვადგინოთ იყოს At your და ესე command. ჩავაყენოთ აქ ეს მოკლედ მეგობრებო დღეს ცოტა არ იყოს დავიღალე აქ ავიღოთ ტორაქსის ხმლიანები საკმაოდ კარგი ჯარისკაცები აქ ფლოტს დავამატოთ Ready for orders. აქირავებულებით იმიტომ რომ სწრაფად უნდა მოვახდინოთ აქ ზედმეტი შემოტევებია კიდე მოსალოდნელი 20-დან 20 გახდა გადავაბრუნებ ახლა თქვენის ნებართვით ხოც დღეს ნაკლები ბრძოლებით დატვირთული ეს იყო დაზის ბოდიში მინდა რომ მოდოთ და მომდევნო სერიებში ამ ყველაფერს გამოვასწორებ დროებით და კარგად იყავით ძალიან დიდი სერიები გამოდიოდა იყო რაღაც 2 საათამდე 3 საათამდე მე მგონი ცოტა მოსაწყენია ხოლმე